Amnistიის შესახებ კანონი ძალაში შევიდა. კანონი 600-ზე მეტ მსჯავრდებულს ეხება, რომლებმაც დანაშაული 2009 წლის 15 ოქტომბრამდე ჩაიდინეს. იგულისხმება ნარკოტიკული საშუალებების შეძენა, შენახვა, გადაზიდვა და ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება. ამ კატეგორიის პატიმრებს სასჯელი გაუნახევრდებათ. კანონი არ გავრცელდება ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით დაკავებულ პირებზე. შევიდა საქართველოს კანონი ამნისტიის შესახებ. კანონი ეხება 600-ზე მეტ მსჯავრდებულს, ასევე იმ ბრალდებულებს, რომლებმაც 2009 წლის 15 ოქტომბრამდე ჩაიდინეს ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო შეძენა, შენახვა და გადაზიდვა, ასევე იმ პირებს, რომლებმაც 2009 წლის 15 ოქტომბრამდე პირადი მოხმარებისთვის ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოიხმარეს ნარკოტიკი. აღნიშნული კატეგორიის პირებს გაუნახევრდებათ თავისუფლების აღკვეთის დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი. გიორგობის დღესასწაულზე ციხეს რამდენიმე ათეული პატიმარი დატოვებს. შეწყალების კომისიამ დღევანდელ სხდომაზე რეკომენდაცია იმ მსჯავრდებულებს გაუწია, რომლებსაც ნაკლებად მძიმე დანაშაულში ედებათ ბრალი და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მათ შორის 4 ქალბატონია, 3 მათგანისთვის კომისია სასჯელის განახევრებას ითხოვს. რეკომენდაცია არ გაცემულა არც ერთ ნარკომოვაჭრეზე და არც მძიმე დანაშაულში ბრალდებულ პირებზე. პატიმრების სია პრეზიდენტს ხვალ გადაეგზავნება, საბოლოო გადაწყვეტილება კი 23 ნოემბერს გახდება ცნობილი. პრაქტიკულად არც ერთ არასრულწლოვანს ჩვენ მხარი არ დაუჭირეთ, ძალიან მძიმე საქმეები არის, რაც ეხება ქალები, ძალიან ცოტას მივეცით ჩვენი რეკომენდაცია. უბრალოდ იმიტომ, რომ ავადმყოფები არიან. შეეხო იმ მსჯავრდებულებს, რომელთაც ჰქონდათ განსაკუთრებული მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასევე გათვალისწინებული იქნა დანაშაულის სიმძიმე. არ შეეხო შეწყალება განსაკუთრებული მძიმე დანაშაულებში მსჯავრდებულებს, ეს გახლავთ განზრახი მკვლელობა, ყალბჩაღობა, ისევე როგორც ნარკოტიკული ნივთიერებების გასაღება.